კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალ ეპიზოდს, მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ. 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 6 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. სასამართლო პროცესზე 6-ვე ბრალდებულმა სრულად აღიარა წარდგენილი ბრალდება. მათ თავისნეს დამნაშავე და უდაოდ მიიჩნიეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებული 14 პირიდან საპროცესო შეთანხმება ამ ეტაპზე უფორმდებათ გიორგი ქორქიას, გიორგი რურვას, ხვიჩა გოგოხიას, ლევან ჯიქიას, ლაშა ივანაძეს და სერგო მეგრელიშვილს. 6-ვე ბრალდებულს 3 წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრება. ბრალდებულმა აღიარა მის მიერ ჩადენილი და ბრალად შერაცხული ქმედება. ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არის მისი ნება და შესაბამისად ჩვენი მოქმედება არის ბრალდებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, მივახდეთ აღნიშნულს. ჩვენ თავიდანვე გვიდოდა საპროცესო და ველოდებოდით დიდი ხანი ამ საპროცესოს და ამიტომ როგორც იქნა მივახციეთ ამას და ძალიან ვიხარია. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულებმა მომართეს ბრალდების მხარეს, აღიარეს ბრალად წარდგენილი ქმედება, უდავოდ მიიჩნიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები და საპროცესო შეთანხმების მოლაპარაკების ფარგლებში მივაღწიეთ საპროცესო შეთანხმებას კონკრეტულ პირობასთან დაკავშირებით და ხელმოწერილი ოქმები წარმოადგინეთ სასამართლოში. ამ მოტივით ვიშუამდგომლეთ მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილიყო აღნიშნული ბრალდებულების მიმართ საქმის განხილვა. 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების საქმეზე კეთდება პოლიტიკური შეფასებების. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოძალადეებმა საკუთარი დანაშაული აღიარეს. შალო პაპუაშვილის განცხადებით, იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც შიდა რადიკალებმა და ბრიუსელიდან საქართველოს მიმართ ტრული განწყობით მცნობილმა ბიუროკრატებმა წააქეზეს დანაშაულზე და ციხისთვის გაწირეს. მიზანი კი საქართველოში სისხლის ზღვრა და სამოქალაქო დაპირისპირება იყო. ჩვენ პირდაპირ ბრიუსელიდან ხელის წაკვრით და წაქეზებით დაგვაყენეს იმ ხაზზე, სადაც საქართველოს 90-იან წლებში უკვე, რომელიც საქართველოს 90-იან წლებში გადაკვეთა. და გქონდა შიდა დაპირისპირება და სამოქალაქო ომი. ამისკენ გვითხრევდნენ, როდესაც ამბობდნენ, რომ უნდა მოეწყოთ ნეპალი. 4 ოქტომბრის დღეს მიმდინარეობისას პირდაპირ ბრიუსელიდან მხარდაჭერა, მაშინ როდესაც მიდიოდა ძალადობა, აი ახლა ამ მოძალადეებმა რო აღიარეს დანაშაული, როგორც ძალადობა, ისე აღიარეს მათი მიზანი, რომ ხელში ჩაეგდოთ პრეზიდენტის სასახლე და აი ამ მიზნის განხორციელების პროცესში ონლაინ, როგორც იტყვიან, პირდაპირ ეთერში მხარს უჭერდნენ აი ამ მოძალადეებს. ასე გაწირეს ციხისთვის და ისევ საქართველოს სახელმწიფომ გაუწოდა მათ ხელი, რომ აღიარების სინანულის შემთხვევაში ადეკვატური რეაქცია ჰქონდა პროკურატურას ბრალდებას ამ მხრივ. აიძულეს ეს ახალგაზრდები ჩაედინათ დანაშაული, კანონს დაპირისპირებდნენ, თავად გაეცალნენ და აი ამ კანონის დარღვევის გამო გარკვეული სასჯელიც მიიღეს. ადამიანებმა, რომელიც რეალურად, როგორც ეს გვიჩვენებს, არაერთი მტკიცებულება რეალურად მონაწილეობა მიიღეს საშინელ დანაშაულში საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გაილაშქრა. სახელმწიფოს რო კონდეს ის პოლიტიკა, რომ მისი მიზანი არის დამნაშავე მაქსიმალური, ასე ვთქვათ, წნეხის ქვეშ, ასევე ჟავდებული მაქსიმალური წნეხის ქვეშ იმყოფებოდეს, მაშინ ის სახელმწიფო არ წავიდოდა თანამშრომლობაზე იმ პირებთან, ვინც დანაშაული აღიარა, ხო? აქედან გამომდინარე, ეს არის სახელმწიფოს ნება, რომ ადამიანი, რომელიც ხედავს თავის დანაშაულს და აღიარებს ამას, მას შემხედრი ნაბიჯით შეეგებოს, ასე რომ ეს არის სწორედ სწორი და ჰუმანური დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან. სამართლისა და პოლიტიკის ძლიერი სიჯანსაღით საქართველოს ხელისუფლება გლობალურად 26-ე პოზიციაზეა ევროპის საუკეთესო 20-ში და მაღალ საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. სამართლისა და პოლიტიკის გლობალური რეიტინგი ჩენდლერის ინსტიტუტმა 2026 წლის კარგი მთავრობის ანგარიშის ფარგლებში გამოაქვეყნა. საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100%-იანი სისტემით 60,7% მიიღო. სამართლისა და პოლიტიკის ძლიერი სიჯანსაღით საქართველოს უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ 18 სახელმწიფოს. მსოფლიოში სამართლისა და პოლიტიკის სიჯანსაღე შეფასდა 5 კრიტერიუმით: კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის ხარისხი, მმართველობის გამჭვირვალობა, მმართველობითი რეგულაციები. შეფასება ეყრდნობა ორგანიზაცია მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, მსოფლიო ბანკის, ორგანიზაცია ღია საბიუჯეტო პარტნიორობისა და ამერიკული ორგანიზაცია Trace International-ის პროექტ მიქრთამეობის რისკის მატრიცის თემატურ გამოკვლევებს.
ყოველ ჯერზე ხდება მხილება იმ ელჩების და იმ უცხოური ქვეყნების ხელისუფლებების, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციას აწარმოებენ. ასე რომ ეს პირდაპირ მხილება არის ბრიუსელის და სხვა დედაქალაქის დეზინფორმაციის და საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც საქმე მიდგება ობიექტურ ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებაზე, ეს უტყუარი ფაქტია, რომ საქართველოს არა მხოლოდ კარგ ფორმაშია ამ მხრივ, არამედ უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას უმეტეს კრიტერიუმებით აღარაფერი რო თქვათ უკრაინა და მოლდოვასთან საქართველოს შედარებაზე. ასე რომ ეს არის ფაქტი. რასაც ჩვენ დღეს ბრიუსელი და რამდენიმე ევროპული დედაქალაქი გვასაღებს, ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგის გატარების სურვილი, ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც პირდაპირ იხარშება ბრიუსელში და შემდეგ გადმოედინება პროპაგანდისტული ნიაღვარით საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, მათ შორის საქართველოს დისკრედიტაციისთვის გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში. კანონიერებითა და პოლიტიკის სიჯანსაღით საქართველო არის მსოფლიოში 26 პოზიციას ევროპის საუკეთესო 20-ში მნიშვნელოვანი კვლევა გამოაქვეყნა ჩენდლერის ინსტიტუტმა, ეფუძნება ძლიერ საერთაშორისო კვლევებს ისეთი ორგანიზაციებისა, როგორც საერთაშორისო ვალუტა ფონდი, როგორც არის Trace International-ის მეკთამების რისკის მატრიცა, კვლევები, რომელიც უშუალოდ ეხება გამჭვირვალობას, უშუალოდ ეხება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასა და ხარისხს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ძლიერი კვლევის საფუძველზე და ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის, შეფასებული ორგანიზაციის ფუნდამენტური ძლიერი კვლევის საფუძველზე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მიდის წინ და პროგრესირებს სიჯანსაღით კანონის, სიჯანსაღით პოლიტიკის და საქართველო ბუნებრივია გააძლიერებს და გააგრძელებს როგორც ეკონომიკურ ზრდას, ისე კეთილსინთეზური მმართველობის პრაქტიკას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო რეიტინგში მოწინავე პოზიციებზეა, ევროკავშირის მხრიდან ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის სპეკულირება გრძელდება. რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზუეკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ 11 ივნისს ევროკავშირი საქართველოსთან ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებას განიხილავს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ვიზა ლიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმების ნაცვლად მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რათა თავად განსაზღვროს საკუთარი სახელმწიფოს დღის წესრიგი. შალვა პაპუაშვილის განცხადებით საუბარი იყო, რომ საქართველო მიერთებოდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა მისივე განცხადებით საქართველო საკუთარ ქვეყანას ომის საფრთხის წინაშე არ დააყენებს. იყო მოთხოვნა, რომ საქართველოს უარი თქვას მოთხოვნაზე უცხოელებმა გამჭვირვალედ დახარჯონ ფული. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის სრულად ფარულად ხდებოდა საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის დაფინანსება, როგორც ეს აქამდე ბრიუსელის მხრიდან ხდებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო დააკომპლექტა ჯგუფი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას, კიდევ ერთხელ ტექნიკური ხასიათის შეხვედრა არის და არა პოლიტიკური ხასიათის. ამავე დროს ჩვენ ვიცით წინაპირობები, რაზეც იყო საუბარი. საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველო მიერთებოდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ მათ შორის და ამაზე ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყანა დავანგრიოთ და ომის საფრთხის წინაშე დავაყენოთ. მეორე იყო მოთხოვნა, რომ საქართველომ უარი თქვას, რომ მოთხოვნაზე, რომ უცხოელებმა გამჭვირვალედ დახარჯონ ფული და სურს ევროკავშირს, რომ კვლავ ფარულად ხდებოდეს დაფინანსება საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგისა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა ბრიუსელის მხრიდან, რაზეც ჩვენ ვთქვით, რომ ეს შეუძლებელია გამომდინარე ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემიდან. ასე რომ კიდევ ერთხელ ის სამწუხაროა ის, რომ ვიზა ლიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, თავისი წინაპირობები, სამწუხაროდ ჩვენ რაც ვიხილეთ, არის ის, რომ ნაცვლად ვიზა ლიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება და წამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რომ თავად განსაზღვროს საკუთარი სახელმწიფოს დღის წესრიგი, ასე რომ როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყულზე არ იცვლება. საქართველოს ყველა ეს პირობა, ყველა ეს მოთხოვნა, რაც ვიზა ლიბერალიზაციის მიღებას უკავშირდებოდა, იმნაცვლად შეასრულა. 2025 წელს თქვენ მოგეხსენებათ, რომ დაემატა ერთგვარი პოლიტიკური საკითხები.
კერძოდ, რომელიც მოითხოვს, რომ ჩვენ გვქონდეს მაქსიმალური თანხმედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. ანუ ქვეყანას, რომელიც ტერიტორიებიც არის ოკუპირებული და ვამბობთ, რომ თვითონ ევროპელები ამბობენ, რომ რუსეთი არის ყველაზე დიდი საფრთხე მათთვის და კონკრეტული თარიღებიც აქვს განსაზღვრული, როდის უნდა დაესხას რუსეთი თავს. ჩვენ ამ ოკუპირებულ ქვეყანას გვეუბნებიან, რომ რომელსაც არც ნატოს კოლგა გვაქვს და არც ამდაგვარი არც ეკონომიკური ბალიში, ევროკავშირის სახით გვეუბნებიან, რომ შეუერთდით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. რაც გამოიწვევს არა მარტო ეკონომიკურ კოლაფსს ან ეკონომიკური პრობლემების გამწვავებას საქართველოში, გამოიწვევს მთელი რიგი პოლიტიკური ხასიათის პრობლემებს. პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელს მოუწოდებს საქართველოს მიმართ მტრული პოლიტიკა შეწყვიტოს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მტრული პოლიტიკის გატარება ასოცირების შეთანხმების პირობებში არის თავად ასოცირების შეთანხმების დარღვევა და საქართველოს როგორც კანდიდატი ქვეყნის უპატივცემლობა. მისი შეფასებით, სწორედ ასეთი პოლიტიკის გაგრძელებაა მორიგი რეზოლუცია, რომლის განხილვაც ევროსაბჭო გეგმავს და რომლის ერთ-ერთი ავტორი რასა იუკნევიჩიანია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ მდგომარეობას აფასებს, სინამდვილეში მხოლოდ საინფორმაციო ხმაურის შექმნას და საქართველოს დაზიანებას ემსახურება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას 24 ივნისს განიხილავს. გაიმართება დებატები და კენჭეყრება რეზოლუციის პროექტს. ეს არის მხოლოდ საინფორმაციო ხმაურის შესაქმნელად. ჩვენ ყავს ამ ქვეყნის განვითარების მტრები ევროპაში სამწუხაროდ, რომელსაც პირდაპირ სურთ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა, ასე რომ ეს მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს უპირველეს ყოვლისა ბრიუსელმა. ეს მის ხელში არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა შეწყვეტა. შეუძლებელია კანდიდატ ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენ რასაც ვაკვირდებით, როცა ბრიუსელი კანდიდატი ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებს მტრულ ნაბიჯებს, ეს არ ჯდება არანაირ ვალდებულებებში, რომელიც თავის მხრივ აქვს აღებული ბრიუსელს ქართული ხალხის წინაშე, იმით რომ ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება. ამიტომ მტრული პოლიტიკის გატარება ასოცირების შეთანხმების პირობებში არის თავად ასოცირების შეთანხმების დარღვევა და საქართველოს როგორც კანდიდატი ქვეყნის სტატუსის უპატივცემლობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს მტრული პოლიტიკა ქართული ხალხის წინააღმდეგ შეწყდეს. საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში ცვლილებები შედის. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილებები, რომელიც პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში შედის, ევროპარლამენტის აკრედიტაციის სისტემის იდენტურია. აკრედიტაციის წესების განმეორებითი დარღვევა 6 თვის ნაცვლად აკრედიტაციის 1 წლამდე შეჩერებას გამოიწვევს. ამასთან, თუ აქამდე დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოიყენებოდა სანქცია, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ დარღვევის სიმძიმისა და სიხშირის გათვალისწინებით სანქციის გამოყენება შესაძლებელი იქნება მედია საშუალებების მიმართაც. აკრედიტაციის სისტემაში შევა გარკვეული ცვლილებები ჩემს ბრძანებაში, მათ შორის ისევე როგორც ევროპარლამენტში, ისიც რომ დღეს საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევის დროს არის პირველ ჯერზე 1 თვე აკრედიტაციის შეჩერება, განმეორებით შემთხვევაში არის 6 თვე აკრედიტაციის შეჩერება. ნახეთ რომ ევროპარლამენტში 1 წლიანი შეჩერებაც არსებობს, ამიტომ დავაახლოვებ ჩვენ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპულ სისტემასთან, ევროპარლამენტის სისტემასთან და პირველ ჯერზე იქნება 1 თვე, მეორე ჯერზე იქნება 1 წლამდე აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობა. ეს ერთი. მეორე, იცით რომ საქართველოს პარლამენტში ამ წუთებში სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის აგრარულ საქმეთა მინისტრების სამხრივი პრესკონფერენცია იწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. Ağırlamaktan duyduğumuz memnuniyeti ifade ederek sözlerime başlamak istiyorum. Kendilerine ve heyetlerine bir kez daha huzurlarınızda hoş geldiniz diyorum. Bugün bölgesel sahiplenme anlayışıyla tesis ettiğimiz güçlü mekanizmanın 10. toplantısını gerçekleştirmekteyiz. Toplantımız üçlü mekanizmanın sonuç üreten ve bölgemizde güven tesis eden bir istişare zemini haline geldiğini bir kez daha göstermiştir. 14 yıla yakın bir süredir kesintisiz işleyen bu mekanizma yıllar içerisinde ülkelerimize pek çok fayda sağlamıştır. Siyasi diyaloğun güçlendirilmesinden ekonomik entegrasyona, ulaştırmadan enerji güvenliğine, ticaretten insani bağların kuvvetlendirilmesine kadar geniş bir yelpazede stratejik adımlar atmamıza bu platform zemin teşkil etmiştir. Bu işbirliğine yüklediğimiz anlam
üç ülkenin müşterek menfaatleriyle de sınırlı değil. Biz bu mekanizmayı aynı zamanda Güney Kafkasya'da barışın, istikrarın ve sürdürülebilir refahın teminatlarından biri olarak görüyoruz. Bugün de ülkelerimizin ortak gündeminde yer alan konuları etraflıca ele almakta ve bölgesel ve küresel gelişmelerle ilgili istişarelerde bulunmaktayız. Değerli arkadaşlar, dünyanın farklı bölgelerinde jeopolitik kırılmaların aynı anda yaşandığı nadir dönemlerden birini yaşamaktayız. Ekonomik belirsizlikler artmış, enerji güvenliği her zamankinden hassas bir mesele haline gelmiştir. İşte böyle bir dönemde bölgemizde tesis ettiğimiz huzur ve işbirliği ortamı hakiki bir stratejik değer ifade etmektedir. Bu ortam Avrupa'dan Asya'ya uzanan geniş bir coğrafyada istikrara, bağlantısallığa, enerji arz güvenliğine ve ulusal ekonomilere güç katmaktadır. Özellikle ülkelerimizin arasındaki bağlantısallığın güçlendirilmesi, bölgesel istikrara katkı sağlayacak stratejik ve jeopolitik bir öncelik olarak öne çıkmaktadır. Enerji başlığı da bu anlamda bilhassa önem arz etmektedir. Enerjiye makul maliyetle ve kesintisiz erişim bugün tüm dünya için hayati bir mesele haline gelmiştir. Ფაქტიურად ენერგო მიწოდება, რომელიც გახდა საკმაოდ ეფექტური და რაც მთავარია იაფი, ეს გახლავთ მნიშვნელოვანი მიღწევა. ჩვენ გვესმის ეს საკითხი და ფაქტიურად იმ კრიზისულ პერიოდში, რომელსაც განიცდის მსოფლიო, ეს ყოველივე არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისათვის. Ფაქტიურად ჩვენ ენერგიულ რესურსების ტრანსპორტირებაზე არამედ უფრო მეტად ვსაუბრობთ იმ უსაფრთხოებაზე, რომელიც მოაქვს ჩვენს ძალისხმევას და განსაკუთრებით დაკავშირებადობის თემასთან დაკავშირებით ევროპასა და აზიას შორის. მე ვსაუბრობ შუა დერეფანზე. ეს გახლავთ არის ხერხემალი სტრატეგიული მთელი ჩვენი თანამშრომლობისა. და ფაქტიურად ჩვენ განსაკუთრებით რკინიგზამ, რომელმაც მიაღწია უკვე სრულ, ასე ვთქვათ, ოპერაბელურობას, გახლავთ უმნიშვნელოვანესი თემა და სრულად ახლახანს ვიზეიმით ჩვენ გახსნა ამ ფრიად მნიშვნელოვანი სტრატეგიული საშუალებისა მარშრუტის. გამორჩეულო სტუმრებო, ჩვენი შეხვედრის დროს ჩვენ ვისაუბრეთ აგრეთვე სტაბილურობისა და მშვიდობის შესახებ მთელ სამხრეთ კავკასიაში და აღნიშნეთ, რომ ეს თანამშრომლობა არის სტაბილური, კონსტრუქციული და ამჟამად ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს ყოველივე აუცილებელია იმ პროექტების განვითარებისათვის, იმ რთული, ასე ვთქვათ, თემებისთვის, რომელსაც ჩვენ ამჟამად ვანვითარებთ საერთო ძალისხმევით. ჩვენ მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის განვითარებას. ეს თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, ხსნის საკმაოდ მნიშვნელოვან პანჯარას შორის ურთიერთობისთვისაც და აი ეს სამშვიდობა, ასე ვთქვათ, ხელშეკრულება ალბათ უახლოეს მომავალში იქნება ჩვენ ორს შორის ხელმოწერილი. და ფაქტიურად და სომხეთში განვითარებული მოვლენები საკმაოდ ახლო თანამშრომლობაშია თურქეთის ინტერესებთან და ფაქტიურად მშვიდობის განმტკიცება ხდება ამ ურთიერთობის შედეგად და კონკრეტული რეზულტატებიც არის უკვე სახეზე, ისევ და ისევ მშვიდობის განმტკიცების კუთხით და რა თქმა უნდა ეს ყოველივე თავის მხრივ ეკონომიკაზეც უდიდეს ზეგავლენას ახდენს. და ფაქტიურად
ჩვენ აბსოლუტურად ასე ვსვათ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ეს მიმართულება შემდგომშიც განვავითაროთ. და ამ ჩარჩოს ირგვლივ ჩვენ ვისაუბრეთ აგრეთვე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომელშიც ჩართულია შეერთებული შტატები ამერიკის და ჩვენ რასაკვირველია ყველას ვისურვებთ, რომ ამ რეგიონში მშვიდობა რაც შეიძლება მალე იქნას მიღწეული. რა თქმა უნდა, გვინდა რომ ირანმა მიაღწიოს მუდმივ და ხანგრძლივადიან მშვიდობას. ამგვარ პრინციპულ პერიოდში თურქეთი, რა თქმა უნდა, მოწოდებულია რომ გააგრძელოს დიპლომატიური ძალისხმევა და ფაქტიურად ეს ყველაფერი მეორეს მხრივ ჩვენს რეგიონში მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს. ეს გახლავთ ის აუცილებლობა, რისაც ჩვენ გვჯერა იმისათვის, რომ რეგიონში ხანგრძლივადიანი მშვიდობა დამყარდეს. და ამისათვის ჩვენ არ ვიშურებთ ისევ და ისევ ძალისხმევას. და თვითონ კონფლიქტის რასაკვირველია არსი არის ძალიან მნიშვნელოვანი, კარგად გვესმოდეს, როდესაც წარმართავ დიპლომატიურ პროცესს. და მხარეებმა, რა თქმა უნდა გაითვალისწინონ საერთო ვითარება და რა თქმა უნდა ის ვითარებას, რომელიც მათ თითოეულ ქვეყნის ინტერესებში შედის. იგივე აზოვის ზღვის უკაცრავად მაგალითი არის საკმაოდ ნიშანდობლივი ამ კუთხით. მე მინდა ასე ვსვათ ბატონ ბაირამოს აზერბაიჯანის საგარეო მინისტრს მე მინდა დიდი ასე ვსვათ გამოუცხადო თანადგომა იმ მოვლენების თაობაზე, რომელიც ამ ბოლო ხანებში განვითარდა აზერბაიჯანში. მინდა რომ მივუსამძიმრო და ჩვენი ურთიერთობები ისევ და ისევ გრძელდება, მტკიცდება იმისათვის, რომ გაცილებით უფრო მეტი ასე ვსვათ კეთილდღეობა მოვუტანოთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებს ერთობლივად და მე მინდა ისევ და ისევ დიდი მადლობა გადაგიხადოთ, მადლობა გადაგიხადოთ ბატონებო და ქალბატონებო. და მე მინდა ჩვენს გამორჩეულ საგარეო მინისტრს საქართველოსდან გადავცე სიტყვა. Respected ministers, excellencies, members of the delegation, representatives of the media, I would like to extend my greetings საგარეო საქმეთა მინისტრს და მის გუნდს შესანიშნავი მასპინძლობისთვის ამ ულამაზეს ქალაქში. დღეს თურქეთის ქალაქ სტამბულში საქართველოს, თურქეთი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მეათე სამხრივი შეხვედრა გაიმართა და მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ჩემს ძვირფას კოლეგებთან ერთად კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური დიალოგი, ურთიერთმდობა, თანამშრომლობის სტრატეგიული მნიშვნელობა. ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ არა მხოლოდ სამი სახელმწიფოს წარმომადგენლები, არამედ როგორც პარტნიორები, რომელსაც აერთიანებს მშვიდობის, კეთილდღეობის და განვითარების საერთო ხედვა. წლების განმავლობაში ჩვენმა თანამშრომლობამ ნათლად აჩვენა, რომ ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობა მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის. საქართველოს, თურქეთი და აზერბაიჯანი წლების განმავლობაში წარმოადგენდნენ წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს, რომელიც ეფუძნება თანასწორობას, ურთიერთპატივისცემას და საერთო ინტერესების გათვალისწინებას. ჩვენი პარტნიორობის წარმატებას ადასტურებს არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული თუ სატრანსპორტო პროექტი, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი. წლების განმავლობაში სამხრივი ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და წარმატებული მექანიზმი გახდა და მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ამ კარგი თანამშრომლობის პრაქტიკული შედეგები. თანამედროვე საერთაშორისო გარემოში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით სამხრივი ფორმატი გვაძლევს შესაძლებლობას საერთო ინტერესების განსახორციელებლად კოორდინირებულად ვიმუშაოთ. დღეს ჩემს კოლეგებთან ერთად განვიხილეთ რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების და გაძლიერების პერსპექტივები.
ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც ასახულია ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. საქართველოს თურქეთთან და აზერბაიჯანთან აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა. ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება კეთილმეზობლობას და ნდობას. თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან. ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, თავდაცვის, კულტურულ, ტექნოლოგიურ და სხვა მნიშვნელოვან სფეროებს. დღეს ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და მშვიდობის უზრუნველყოფის თემებს. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობა და სტაბილურობა წარმოადგენს როგორც რეგიონის განვითარების, ისე უფრო ფართო საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელოვან წინაპირობას. ჩვენი საერთო მიზანია ჩვენი რეგიონის ჩამოყალიბება, თანამშრომლობის, ეკონომიკური განვითარების, დაკავშირებადობის და კეთილდღეობის სივრცე, სადაც სახელმწიფოები შეძლებენ არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებას, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას. მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას და გამოთქვამთ იმედს, რომ ეს პროცესი რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. საქართველო თავის მხრივ მზად არის განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში. ასევე მივესალმებით თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია რუსეთის მიერ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება წარმოადგენს უსაფრთხოების გამოწვევას არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდით თურქეთის რესპუბლიკის და აზერბაიჯანის რესპუბლიკას მტკიცე მხარდაჭერისთვის. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონული დაკავშირებადობის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებზე, ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული მდებარეობა და არსებული ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპასა და აზიის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენი ქვეყნების როლის გასამტკიცებლად, რომელიც ხელს უწყობს უსაფრთხო, მდგრადი და ეფექტიანი სატრანზიტო, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განვითარებას ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი საიმედო ხიდის ფუნქციის შესრულებას. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუადერეფანზე, რომელიც დღეს საერთაშორისო ვაჭრობისა და ტრანზიტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მარშრუტად ყალიბდება. გამოვხატეთ მზადყოფნა, გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა, მისი კონკურენტუნარიანობის, ეფექტიანობისა და მიმზიდველობის კიდევ უფრო გასაზრდელად. მივესალმებით ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის სრულფასოვან ამოქმედებას, რომელიც შუადერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და დამატებით შესაძლებლობებს შექმნის რეგიონული დაკავშირებადობის გასაძლიერებლად. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მნიშვნელოვანი როლი ენერგორესურსების ტრანსპორტირებისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. ხაზი გაესვა ბაქო-თბილისი-ჯეიხანის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის პროექტების წარმატებას, აგრეთვე სამხრეთის გაზის დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობას. ამასთან ყურადღება გავამახვილეთ მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარებაზე, რაშიც ასევე ჩვენ ქვეყნებს მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონის ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას და რეგიონთა შორისი თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ვისაუბრეთ ასევე სხვადასხვა სფეროში სამხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებაზე და ახალი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე. არსებობს მტკიცე პოლიტიკური ნება, რომ ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და კიდევ უფრო კონკრეტულ შედეგში აისახოს. დასასრულს მსურს აღვნიშნო, რომ დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა
ჩვენი პარტნიორობის სიმტკიცე და სამომავლო განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნების მჭიდრო პარტნიორობა მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებაში. საქართველო კვლავაც დარჩება საიმედო პარტნიორად და აქტიურად განაგრძობს ძალისხმევას საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით. შევთანხმდით, რომ შემდეგი შეხვედრის მასპინძელი იქნება საქართველო, მომდევნო მინისტერიალი გაიმართება საქართველოში, მოუთმენლად ველი, რომ გიმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადავუხდით ჩემს თურქ კოლეგას თბილი მასპინძლობისთვის. მადლობა. Çox hörmətli Türkiyə Respublikasının Xarici İşlər Naziri Hakan Fidan, çox hörmətli Gürcüstan Xarici İşlər Naziri xanım Maka Borçerishvili, dəyərli həmkarlar, media nümayəndələri, xanımlar və cənablar, ilk olaraq həm öz adımdan, həm nümayəndə heyətimiz adından bugün burada Azərbaycan, Gürcüstan, Türkiyə Xarici İşlər Nazirlərinin 10-cu görüşündə iştirakdan dərin məmnunluğu ifadə etmək istərdim. Eyni zamanda qardaşım Hakan bəyə mükəmməl təşkilatçılığa və həmişəki olduğu kimi yüksək qonaqpərvərliyə görə xüsusi təşəkkür გადაუხადო დიდი მადლობა თბილი მასპინძლობისათვის და მხარში დგომისათვის. ჩვენ საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ დღეს და ჩვენ განვიხილეთ პროექტების განვითარების ასე ვთქვათ მდგომარეობა სტადია როზბელზედაც წინა შეხვედრებზეც არაერთხელ ვისაუბრეთ და თვითონ პროგრესი ამ პროექტებისა ის პოტენციალი რომელიც მათ გააჩნია და ის მიმართულებები რა თქმა უნდა საკმაოდ იმედის მომცემი გახლავთ ამავდროულად ჩვენ აგრეთვე ვეცადეთ ჩვენ აგრეთვე განვიხილეთ ის გამოწვევები რომელიც ჩვენი ქვეყნების წინაშე დგას კონფლიქტები რომლებიც რეგიონალურად გვაქვს ისევე როგორც საერთაშორისო დონეზე რა თქმა უნდა ძალიან დიდ ასე ვთქვათ გავლენას ახდენს ჩვენს რეგიონზე რომელიც ჩვენ ფაქტიურად ვართ გზაჯვარედინზე ევროპისა და აზიის და ეს კონფლიქტები რა თქმა უნდა ეხმაურება ჩვენს ქვეყნებსაც და შედეგებიც რა თქმა უნდა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ჩვენ აზერბაიჯანი და საქართველო მუშაობთ ერთად კოორდინირებულად და ვცდილობთ გადავდგათ ნაბიჯები იმისათვის რათა ეს მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობა ახალ დონეზე ავიყვანოთ ჩემი მხრივ მინდა მოგახსენოთ რომ prosesi kontekstində olan son yeniliklər barədə məlumat verdim. Xüsusi olaraq ötən il tarixi Vaşinqton samitində ჩემს კოლეგებს დიდი მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანს განსაკუთრებით ვაშინგტონში გამართულ სამიტზე აზერბაიჯანის ასე ვთქვათ მხარდაჭერისათვის რომელმაც გამოიღო პოზიტიური შედეგები და ასე ვთქვათ მოიტანა მშვიდობა ამ ქვეყნებს შორის საუბარია სომხეთსა და აზერბაიჯანზე და ფაქტიურად ჩვენ მოვახერხეთ რომ მიგვეღწია მდგრადი მშვიდობისათვის და ეს ყველაფერი შეიძლება განვიხილოთ როგორც საკმაოდ პოზიტიური ცვლილებები და განვითარება. საბოლოო ჯამში ჩვენ მივახციეთ მდგრადი მშვიდობის განვითარებას სახელმწიფოებს შორის და გვჭირდება რომ და ჩვენ გვჭირდება რომ ჯერ კიდევ დარჩენილი საკითხები საკმაოდ ფრთხილად განვიხილოთ და საბოლოო ჯამში გადავჭრათ. უფრო მეტიც ჩვენ ძალიან გვაინტერესებს ის მოვლენები რომელიც ირანის გარშემო ვითარდება გაზას სექტორში განვითარებულ მოვლენებს
და რა თქმა უნდა მდგრადი მშვიდობის მიღწევა გაზა სექტორში ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ პროცესების ზეგავლენა ნამდვილად დიდია ჩვენს რეგიონზე, ისევე როგორც საერთოდ მსოფლიო საზოგადოებაზე. ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში დიპლომატიური ასე ვთქვათ, გზები გამოვნახოთ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა იყოს დაფუძნებული საერთაშორისო კანონმდებლობაზე, კანონმდებლობის დაცვაზე, იმისათვის, რომ მიღწეული იქნას ასე ვთქვათ, მდგრადი მშვიდობა და ეს გახდეს უფრო მეტის პრიორიტეტი ამ ქვეყნებში. ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ვაჭრობის კორიდორები გადის აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის და გვინდა რომ ეს პოტენციალი გაიზარდოს. სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ სწორედ ამიტომ განვახერხებთ ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ეზერომის გაზის ასე ვთქვათ მილსადენი გავიყვანეთ ისე რომ ჩვენ გადავიქეცით გზაჯვარედინად ნამდვილად ამ ენერგომატარებლების ასე ვთქვათ გატარების მხრივ. ამით ჩვენ შევძელით რეგიონალური დაკავშირებადობის განხორციელება. რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ამ სამ ქვეყანაში კეთილდღეობის გაზრდა მოსახლეობის სასარგებლოდ. და ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი გახლავთ ის, რომ ეს თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის global xarakter daşısalar da belə ayrı-ayrı layihələrdən ibarət deyil. არ აქვს მნიშვნელობა რა რაოდენ მნიშვნელოვანი უნდა იყოს ეს დანარჩენი მსოფლიოსათვის მას მაინც ორმხრივად ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია თვითონ ქვეყნებს შორის, ურთიერთშორის. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ ერთად, რომ ასე ვთქვათ მუდმივად ვითანამშრომლოთ როგორც თავდაცვის სამინისტროსთან, ისევე ეკონომიკის სამინისტროსთან და ასე შემდეგ, რომ ეს ჩვენი გეგმები, ჩვენი პროექტები ამ ინსტიტუციების ჩართულობის ფონზე განვავითაროთ. და ამ კუთხით იმ პროექტებთან დაკავშირებით, რაზედაც მე უკვე გესაუბრეთ, ამასთან ერთად ახალ პროექტებზე ჩვენ დავსახეთ შემდგომი თანამშრომლობა და მუშაობის გაგრძელება. მაისის ბოლოს დავიწყეთ ჩვენ ახალი ფაზა გაზის თაობაზე, ასე ვთქვათ, ხელშეკრულების დადების კუთხით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. და ჩვენ ასე ვთქვათ დავთანხმდით, რომ მეორე ეტაპი დაიწყოს გაზის პროექტის გაზის ასე ვთქვათ გაყიდვებთან დაკავშირებით. ჩვენ ჩართულები ვართ აგრეთვე მწვანე კორიდორის განვითარება, დერეფნის განვითარებაში ცენტრალურ აზიასა და აზერბაიჯანს შორის და რა თქმა უნდა ეს თანამშრომლობა ემსახურება რა თქმა უნდა ყველა სხვა პროექტის განვითარებას უფრო ფართე მასშტაბით და ფართე გაგებით. ახალი ვითარებანი ისევ და ისევ რომლებშიც ბაქო და თბილისი მონაწილეობს, ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის ჩვენ მიგვაჩნია რკინიგზის ასე ვთქვათ მოდერნიზება, რომელიც დაკავშირებადობის პოტენციალს საგზავნად გაზრდის. და იყო გარკვეული ასე ვთქვათ შეფერხება, ასე ვთქვათ რკინიგზასთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ მივახციეთ ამ კავშირის გახსნას და ამუშავებას. ჩვენ ზანგეზურის კორიდორის თაობაზეც ვისაუბრეთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი ასე ვთქვათ საკითხი და რა თქმა უნდა, ბედნიერები ვართ, რომ რკინიგზა გაიხსნა საბოლოო ჯამში და ის ოპერირებს.
ჩვენ აგრეთვე განვიხილეთ სხვა თემებიც კომუნიკაციის თაობაზე, ახალი ტექნოლოგიების განვითარების თაობაზე. აქ რა თქმა უნდა ჩვენ ხედავთ საკმაოდ მძლავრ პოტენციალს და სხვა ასპექტს თანამშრომლობისა. ჰუმანიტარული დახმარება არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი ჩვენი თანამშრომლობისა და მას აქვს გარკვეული პოტენციალი იმ კუთხით, რომ ისტორიული, ასე ვთქვათ, კავშირები ჩვენ აღვადგინოთ და გავაუმჯობესოთ. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის არის დამახასიათებელი, ისე როგორც კიბერუსაფრთხოება, გვჭირდება ჩვენ კოორდინირებული ძალისხმევა, რომ ამ გამოწვევას უპასუხოთ, გავუმკლავდეთ. და რა თქმა უნდა, უამრავი საკითხი, რომელიც ამასთან არის დაკავშირებული. და წელს ჩვენს მოძმე თურქეთთან ასე ვთქვათ დავგეგმოთ გარკვეული ასე დავგეგმეთ კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს და მე ვფიქრობ, რომ მრავალი ქვეყანა საკმაოდ დიდ სარგებელს მიიღებს ამ კონფერენციის შედეგად. მე მინდა აზერბაიჯანთან ერთად რასაკვირველი ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფო განვავითაროთ ძმური ურთიერთობები როგორც თურქეთთან, ასევე საქართველოსთან, რაც საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, გააუმჯობესებს კეთილდღეობას ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ჩვენს შესაბამის ქვეყნებში. Შეგვიძლია სამი შეკითხვა მივიღოთ. Haber Global Eda Turul, 3 bakana da sormak istiyorum. Son dönemde Rusya-Ukrayna savaşının etkileri özellikle Karadeniz ve Baltık Denizi'nde daha yoğun bir şekilde hissedilmeye başlandı. Rusya'da da Ukrayna შორის და ფაქტიურად შავ ზღვაში ვითარდება გარკვეული მოვლენები და რამდენიმე დრონმა თურქულ გემსაც დაარტყა და აზოვის ზღვაზეც ასე ვთქვათ ჩვენ გვყავს აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეები და როგორ შეაფასებდით თქვენ ამ სიტუაციას და რა ფასად უჯდება ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას. მადლობა შეკითხვისათვის. Hər bir savaş o çox ciddi özündə risklər ყოველი კონფლიქტი თითოეული მათგანი რა თქმა უნდა შეიცავს გარკვეულ რისკს. Onu hansısa როდესაც არის კონფლიქტი, არის ომი. bir coğrafya daxilində hansısa qaydalar şərtində და მინდა თქვა, რომ კონფლიქტი demək olar ki ona görə შესაძლებელია კონფლიქტი დავაფიქსიროთ ერთ რეგიონში, მაგრამ გარკვეული დროით, მაგრამ შეუძლებელია, რომ განვჭრიდოთ მისი განვითარება და საბოლოო ჯამში შედეგები. ამიტომ როგორც აზერბაიჯანი ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ირანში კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და მდგრადი მშვიდობა დამყარდეს. როგორც სამეზობლო გარემოში, ასევე რეგიონალურად და უფრო ფართე მასშტაბით. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ყველანი ვართ მოწმენი ამ გეოგრაფიული ცვლილებებისა, რამაც მოიტანა რუსეთ-უკრაინის ომმა. დაიწყო ამ ომმა უკვე ზეგავლენის მოხდენა შავი ზღვის რეგიონზეც. უკვე გაფართოვდა, ასე ვთქვათ, არეალი კონფლიქტისა და ყოველდღიურად ჩვენ ამის მოწმენი ვხდებით. და სწორედ აი ამ დღეებში მასმედიის საშუალებებმა სწორედ ასე ვთქვათ გამოაცხადეს, რომ შეტაკების შედეგად აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეები დაიღუპნენ
და რამდენადაც ხანგრძლივად გაგრძელდება ეს ომი, მით უმეტეს ჩვენ უნდა ვეძიოთ გამოსავალი, უნდა ვიძიოთ გზები და მიმართულებები, რომელიც გამოგვიყვანს ამ მდგომარეობიდან, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მეტნაკლებად მისაღები იქნება ორივე მხარისათვის. და თუ ეს არ იქნება მიღწეული, საშიშროება ყოველდღიურად უფრო გაიზრდება, როგორც ამ ქვეყნებისათვის, ჩართული ქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონისათვის. მიმდინარე პერიოდში ჩვენ ვცდილობთ, რომ მე მინდა მიმართო აზერბაიჯანის მოქალაქეებს და ჩვენს მოძვე ქვეყნებს, რომ რაც შეიძლება ასე ვთქვათ შორს დაიჭერონ ამ კონფლიქტური ზონისაგან და მიიღონ რაც შეიძლება უფრო მაღალი უსაფრთხოების ზომები საფრთხის შესამცირებლად. ჩვენმა შესაბამისმა სამინისტროებმა უკვე ასე ვთქვათ გაუგზავნეს გაფრთხილება ჩვენს მოსახლეობას. საქართველოს არაერთხელ გაუცხადებია მისი პოზიცია თუ რამხელა მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას. რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ძიმე უსაფრთხოების გამოწვევებს ქმნის შავ ზღვაზე, ასევე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მიერ, ესეც რა თქმა უნდა ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვან უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს. ჩვენი პოზიცია არის ღია და ნათელი, ჩვენ ვემხრობით კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას და მივესალმებით ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართული იქნება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ. ნებისმიერი კონფლიქტი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია მსხვერპლთან, დანაკარგებთან და ეს არის ის, რაც ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ თავიდან იყოს აცილებული და ჩვენი ძალისხმევა არ დავიშუროთ იმისათვის, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა მიღწეული და ეს მშვიდობა იყოს გრძელვადიანი. მადლობა. Değerli arkadaşlar, aslında soruda ifade edilen talihsiz olaylar bizim Cumhurbaşkanımızın en baştan beri Rusya-Ukrayna savaşında ortaya koyduğu ateşkesle ilgili hassasiyetin ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი გახლავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და სენსიტიურია დავშათ ესე და ამ კონფლიქტში რაოდენ მძიმე გამოდგა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა. თუნდაც ასე ვთქვათ, დღესდღეობით კონფლიქტის გადაწყვეტის მცდელობა გახლავთ მხოლოდ იარაღის გამოყენების საშუალებით და იგივე ლიტვაში, რუმინეთში გასულ წელს და ჩვენ ასე ვთქვათ ჩვენ ვხედავთ როგორ ფეთქდება დრონები, გარკვეულწილად დაღმები და ყოველივე ეს რა თქმა უნდა გვიჩვენებს, რომ რამდენადაც ომი გრძელდება, ის გეოგრაფიულადაც იზრდება და ვითარდება გეოგრაფიული მასშტაბი ამ ომისა. და მთელი ეს განტოლება, მთელი ეს ასე ვთქვათ, უნდა იყოს მცდელობა, რომ შეიცვალოს. დავშათ ნებისმიერი მცდელობა საზღვრების, ასე ვთქვათ, გადაკეთებისა, ამას მივყავთ ჩვენ დესტრუქციასთან, გრევასთან და ომის საშინელებებთან. ამიტომ ჩვენ გვაქვს გარკვეული ფორმულები შესაბამისი, რათა მივაწოდოთ ქვეყნებს, რომ ფრთხილად მოეპყრან ამ საკითხებს და ფაქტიურად ხშირად ასე ვთქვათ ეს ძალისხმევა მორიგებისა, ამას ქონია ისტორია ახსოვს შემთხვევებს მორიგებულან ქვეყნები და ახლა მით უმეტეს როდესაც ეს მდგომარეობა უკვე ვითარდება შავ ზღვაზე, ამ შემთხვევაში ჩვენი შეშფოთებაც იზრდება, ხომ? და ჩვენ
რასაკვირველია ვისაუბრეთ სამივე მინისტრმა ამ თემაზე და რა თქმა უნდა პირველ რიგში იმაზე თუ რაოდენ ზარალდება სამოქალაქო მოსახლეობა ყოველივე ამ ქმედებების შედეგად. იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება რომ ყველა სამიზნე შესაბამისად იქნას იდენტიფიცირებული და მივიღოთ ზომები, მის უმეტეს გემები, რომლებიც განსაკუთრებით სატრანსპორტო, ასე ვთქვათ, გადაზიდვებში არიან ჩაბმული, უნდა იყვნენ ძალიან ახლო კოორდინაციაში, ერთმანეთთან, მჭიდრო კოორდინაციაში. და მთელი ეს საზღვაო ვითარება და ქმედებები უნდა იყოს კონტროლის ქვეშ, გაცილებთ უფრო მეტად და ჩვენი სამინისტრო ცხადია ცდილობს რომ საკმაოდ ღრმად იქნას ჩართული ამ საკითხების გადაჭრაში. და ჩვენ ასე ვთქვათ ვცდილობთ და რა თქმა უნდა ყველაზე დიდი რეაგირება ამ პრობლემაზე იქნება ის რომ მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა ორ ქვეყანას შორის პირველ რიგში. Actually, all three ministers will be addressing გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ამ ფორმატს გულისხმობ სამხრივ მინისტერიალს, ვიცით რომ ეს არის მეათე შეხვედრა და რა არის ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც ამ შეხვედრებზე მახვილდება ყურადღება და რა მიმართულებებით იგეგმება კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. მადლობა. Soru kime? Öyle mi? To all three ministers. საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის სამხრივი თანამშრომლობა ნამდვილად არის საამაყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგები, საუკეთესო მაგალითები, რაც ადასტურებს ამ პარტნიორობის კარგ შედეგებს და ნაყოფიერებას. რა თქმა უნდა, ჩვენი რეგულარული შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო სასარგებლო იყოს ჩვენი ქვეყნებისთვის პირველ რიგში და რა თქმა უნდა მთლიანად რეგიონისთვის. ნამდვილად რეგიონში ჩვენს გარშემო სიტუაცია არ არის მარტივი, ძალიან ბევრი რამ იცვლება, გეოპოლიტიკური გარემო არის რთული და ამ პირობებში ეს მართლაც სანიმუშო და სამაგალითო თანამშრომლობა არის ის, რასაც შეუძლია მთელი რეგიონისთვის იყოს სასარგებლო და შედეგების მომტანი. სწორედ ამიტომ ამ შეხვედრას აქვს დიდი მნიშვნელობა, ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კარგი შედეგები შევაფასეთ, მაგრამ ვიმსჯელეთ კიდევ უფრო როგორ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა, რომ უკეთესი შედეგები მოვიტანოთ ჩვენი ქვეყნებისთვის და მთლიანად რეგიონისთვის. ეს ნამდვილად უნიკალური ფორმატია, რაც ამის შესაძლებლობას გვაძლევს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ასეთი თანამშრომლობა არსებობს სხვადასხვა სექტორებში, სხვადასხვა მიმართულებებით სამივე ქვეყანას შორის და ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რასაც მოაქვს პრაქტიკული შედეგები ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ასევე მთელი რეგიონისთვის კარგი შედეგების მოსატანად. Mən də dəyərli həmkarımın qeyd etdiyi sözlərə qoşuluram və öz tərəfimdən onu vurğulaya bilərəm ki, Azərbaycan, Türkiyə, Gürcüstan arasında bu üç qonşu və dost ölkə arasında gündəlik o qədər geniş fəaliyyətlər və icra olunan layihələr o qədər geniş və çox şaxəlidir ki, იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე იქნა იმპლემენტირებული, რომლებიც არიან განსხვავებული, დივერსიფიცირებული და ამიტომაა რომ ჩვენ ვხვდებით დრო და დრო რათა დეტალები განვიხილოთ ამ თუ როგორ ვითარდება ეს ჩვენი თანამშრომლობა პროექტები და კიდევ რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისათვის რომ გავაუმჯობესოთ არსებული სიტუაცია. დღეს უკვე ითქვა რომ ზოგიერთი ასპექტი რომლებიც გლობალური მნიშვნელობის გახლავთ
ეს ის საკითხებია, რომელსაც ერთი რომელიმე კონკრეტული ქვეყანა ვერ გადაჭრის. ეს უნდა მოხდეს თანამშრომლობით ქვეყნებს შორის. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და უნდა მიღებული იქნას უნიფიცირებული, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებები, რომლებიც აგრეთვე ძალიან მაღალი მნიშვნელობის მქონეა. და რაღაც რეზულტატები უკვე არის მიღწეული და ჩვენ ამავე მიმართულებით გავაგრძელებთ სვლას. მე აგრეთვე ამ კომენტარებს ვეთანხმებით ჩემს გამორჩეული კოლეგებისა. თურქეთს მიაჩნია, რომ სწორედ რეგიონალური კოოპერაცია იმისათვის რომ გავითავისოთ ჩვენ ეს მოვლენები, რა თქმა უნდა, შეუწყობს ხელს ჩვენ სტაბილურ განვითარებას საბოლოო ჯამში. ეს გახლავთ რეგიონალური პოლიტიკის ნაწილი. და სწორედ ამას ვცდილობთ რომ ვუჩვენოთ ჩვენ დანარჩენ სამყაროს და ერთმანეთს პირველ რიგში. აი ეს სამხრივი ურთიერთობა, პარტნიორობა ჩვენ ამიტომ ვცდილობთ რომ ჩვენ პარტნიორებს გავუზიაროთ იგივე გამოცდილება ბალკანეთის ქვეყნებში, რათა მათაც ასე ვთქვათ ამგვარი ურთიერთობა დაამყარონ ერთმანეთთან. იმიტომ რომ კონფლიქტების ელიმინაცია, მათი ყოველ შემთხვევაში შემცირება ყოველ შემთხვევაში სწორედ აი ამ ბილიკის, აი ამგვარი გზის შერჩევით შეიძლება მოხდეს. უნდა მეორეს მხრივ ვიყოთ საკმაოდ ეფექტური ჩვენი ნაბიჯების გადადგმისას, იმიტომ რომ სამხრეთ კავკასიაში რა თქმა უნდა ის არასტაბილური მოვლენები, რომლებიც ვითარდებოდა, რა თქმა უნდა, რასაც ხელს უშლიდა რეგიონალურ სტაბილურობას და აქტორებთან, შესაბამის აქტორებთან თანამშრომლობის შედეგად ჩვენ გარკვეულ წარმატებას უკვე მივაღწიეთ. ამის შესანიშნავი მოდელია თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ასე ვთქვათ, დამყარება და ჩვენი ურთიერთობა ზოგადად საქართველოსთან, რა თქმა უნდა, რომელიც არის სამაგალითო. მესამე შეკითხვა აზერბაიჯანული სააგენტოსგან. Türkiye temsilcisi belki de sorun biraz tekrar tersine bağlayabilir ancak son dövrlerde regionda ve etrafta baş veren müşahede olunan hərbi siyasi gerginlik